ჯამთელობისთვის საშიში Kinder Surprise ამერიკის შეერთებულ შტატებში შოკოლადის კვერცხის გაყიდვა აკრძალეს. მიზეზი შოკოლადში მოთავსებული პლასმასის კონტეინერია, რომელიც სპეციალისტების დასკვნით ბავშვის ჯამთელობას საფრთხეს უქმნის. მედიკოსები ამბობენ, რომ შოკოლადი და პლასმასი ერთმანეთთან რეაქციაში შედის, რაც მავნე ნივთიერებებს წარმოქმნის. ამერიკელების გადაწყვეტილებას ემხრობიან ქართველი სპეციალისტებიც, თუმცა საქართველოში Kinderis შემომტანი კომპანია აცხადებს, რომ გაყიდვაში არსებული ეს ტკბილეული ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შოკოლადის კვერცხის Kinder Surprise-ის გაყიდვა აკრძალა. ამის მიზეზი მიღებული ფედერალური აქტია, რომლის თანახმად საკვებ პროდუქტებში საკვებად უვარგისი ნივთების ჩადება არ შეიძლება. ქართველი ტოქსიკოლოგები და ექიმები შეერთებული შტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამართლებულად მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ კვერცხის ფორმის შოკოლადი, რომელშიც პლასმასის კონტეინერში ჩადებული სათამაშო ან სუვენირია, ჯამთელობისთვის საშიშია. აქ არის რამდენიმე საფრთხე. პირველ რიგში ის, რომ თვითონ პლასმასი წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ საკვების შესანახად არის, მიუხედავად ამისა, მაინც შედის შოკოლადის რეაქციაში და იქ წარმოიქმნება დიოქსინები, რომელიც შემდგომისთვის შემდგომში შეიძლება სხვა გართულება გამოიწვიოს. პირველ ეტაპზე ღვიძლის პრობლემები და შემდგომ ნერვული სისტემის აშლილობა. ქართველი ექიმები ამბობენ, რომ პლასტმასი ისეთ მეტალებს შეიცავს, რომ ორგანიზმში მისი დიდი დოზით მიღების შემდეგ შესაძლოა ადამიანი ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანოს. პატარის ორგანიზმი ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელია. ეს არის როგორც საჭმის მომნელებელი სისტემის, ისე ენზიმური სისტემა და განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც ძალზე გრძნობიარეა. შიგთავში მოთავსებული სათამაშო არის ძალიან მცირე ზომის. ადრეული ასაკის ბავშვებისათვის უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების მიზნით ჩვენ ყოველთვის ურჩევთ მშობლებს, რომ იქ მოარიდოს ბავშვი მცირე ზომის სათამაშოებს, რადგან ამ დროს იქნება საშიშროება გადაცდენის, ეგრეთ წოდებული ასპირაციის საშიშროება, რამაც შეიძლება გაართულოს ბავშვის მდგომარეობა. შოკოლადის კვერცხი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლები ამბობენ, რომ თუ კი რომელიმე ქვეყანა ბავშვებისთვის განკუთვნილ შოკოლადს გრძელავს, ზომები საქართველოშიც უნდა მიიღონ. თუ აკრძალა, ესე იგი რაღაც პრობლემა არის და კი უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად. ქვეყანაში მისი შემომტანი კი სადისტრიბუციო ფირმა ალიანსი საქართველოა. კომპანიაში ამერიკაში Kinder Surprise-ის აკრძალვის შესახებ ცენტრალური ოფისიდან შეტყობინება არ მიუღიათ. ეს კოლექცია წელიწადში ორჯერ ახლდება, იგივე კოლექცია, რომელიც იყიდება ევროპის კავშირში და შესაბამისად გააჩნია ყველა საჭირო სერტიფიკატი და ნებართვა, რასაც ხოვს ევროპის კავშირში. ამიტომ ჩემს არ არის ცნობილი იგეგმება თუ არა საქართველოში თქვა რაღაც ესეთი რეგულაციის შემოღება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ალბათ საქართველოში არ შემეღოს უფრო მკაცრი ან განსხვავებული ოთხოვნები ამ სახის პროდუქციის მიმართ, მაშინ ვფიქრობ, რომ საქართველოში ამას არაფერი საფრთხე არ აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის Kinder Surprise-ის მავნებლობის შესახებ შეტყობინება ჯერ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გაუგზავნია. სააგენტოში ამბობენ, რომ თუ კი დადგინდა, რომ ბავშვის სათამაშოიანი შოკოლადი ჯამთელობისთვის საშიშია, მაშინ მისი საბაზრო ქსელიდან ამოღება დაიწყება. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე ასეთი შეტყობინება არ მიუღია. შეტყობინების დადასტურების შემთხვევაში ჩვენ ქსელიდან ამოვიღებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას მავნებელი სურსათის განადგურების შესახებ. წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საქართველოში შემოტანილი Kinder Surprise-ის საშიში არ არის და ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.